სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა, წარმოგიდგენთ გადაცემა კვირის რეპორტაჟს საღამო მშვიდობისა. 9-წლიანი სასჯელი ჯაშუშობის ბრალდებით ბიზნესმენი ბაკურ კიღურაძე 2010 წლის ივლისში დააკავეს. კვირის რეპორტაჟი იმ წერილის შინაარსზე გიამბობთ, რომელიც მსჯავრდებულმა ციხიდან გამოგზავნა. ირკვევა, რომ დაკავების მიზეზი არა ჯაშუშობა, არამედ მსხვილი ბიზნესის წართმევის სურვილი იყო. საქმე ეხება დელისის მეტროსთან მშენებარე კავკასიაში უდიდეს სავაჭრო ცენტრს. კიღურაძის ოჯახში შეაქვს, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ მსჯავრდებულზე ციხეში ზეწოლა გაძლიერდება. დახვალ პატიმრის დაცვის მოთხოვნით სახალხო დამცველს მიმართავენ. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურა ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი და ებრაელი ბიზნესმენი იაშა ელიგულა. ეს ის გვარებია, რომელსაც ჯაშუშობისთვის გასამართლებული ბაკურ კიღურაძე სკანდალურ და შემზარავ წერილში ახსენებს. დელისის მეტროსთან ამ ადგილას კავკასიაში ყველაზე მაღალი 160 მეტრიანი სავაჭრო ცენტრი უნდა აშენებულიყო. პროექტის ავტორი ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი იყო. მის განხორციელებას საქართველოში ნიბა ინვესტი და მისი ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე აპირებდნენ. დღეს ბაკურ კიღურაძე პატიმარია. მას 9 წელი ჯაშუშობისთვის მიუსაჯეს. წერილი ციხიდან. როცა დავწმუნდი, რომ პროექტის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვალა და კეთილად განეწყნენ, ნიკოს ვაჩვენე ჩემს მიერ დამუშავებული მაღლივი 160 მეტრიანი კოშკის პროექტი. არ მოელოდა, გაეხარდა, მოკიდა ხელი და წაიღო ზურა ადეიშვილთან. რამოდენიმე დღეში პასუხი მოვიდა, თანხმობა. თუ კი შეძლებდა გააკეთებ, ნებართვას მოგცემთო. ეს არის ფრაგმენტი პატიმარ ბაკურ კიღურაძის წერილიდან, რომელიც მან ციხიდან გამოგზავნა. წერილში ნახსენები ნიკო ლეკიშვილია, მისი ბიზნეს პარტნიორი და ნიბა ინვესტის 50%-ის მფლობელი. დანარჩენ 50%-ს კიღურაძეების ოჯახი ფლობდა. ახალი ბიზნეს პროექტის განხორციელება კიღურაძეს სწორედ ლეკიშვილმა შესთავაზა 2004 წელს, როდესაც ის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე იყო. ხელისუფლებასთან პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე სწორედ ნიკო ლეკიშვილი იღებდა, რომელსაც თავის მხრივ მაშინდელი გენერალური პროკურორი დღეს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ლობირებდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ადეიშვილის საკითხი მე არ ვიცი. აგერ გეუნებით აშვილიშვილებს დავიფიცებ. ეს არის აბსოლუტურად მე იმის იქით რა იყო და ვინ ვისთან მივიდა და ვინ რა უთხრა და როგორ მე ნამდვილად არ ვიცი. ახალი პროექტის განხორციელება სახალხო ბანკთან ერთად დაიწყო. თუმცა 2008 წელს ბანკი გაიყიდა და ახალმა დირექციამ ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება. ბანკმა საკუთარი წილი გაყიდა და 2009 წლის გაზაფხულზე პროექტში პარტნიორად ქართველი ებრაელი იაშა ელიგულა შემოიყვანა. იაშას მთავრობამ შავი ფულის გათეთრება დააბრალა და როგორც თვითონ გვითხრა, საქართველოს ერთ-ერთ პატარა ბანკში 7 მილიონი დოლარი ჩამოართვა და დააპატიმრეს 2 დღით. 2 დღის შემდეგ ჩამორთმეული ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს სახალხო ბანკის წილი ჩვენთან, ანუ 50% სავაჭრო ცენტრში. იაშამ ენერგიული კაცის შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ყველა სიტყვაში და საქციელში ეტყობოდა, რომ ხრიკების კაცია. არ მომეწონა და მოლაპარაკებების წარმოებისას თავიდანვე ვერ შევთანხმდით. იაშას არ უნდოდა სახალხო ბანკის ვალდებულებების შესრულება და მხოლოდ მისთვის მოჭრილი ფულით უნდოდა შემოფარგლა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სავაჭრო ცენტრში ფინანსირება ჰაერში მრჩებოდა. ამიტომ ნიკოს ვუთხარი, რომ წინააღმდეგი ვარ ამ პირობებით იაშასთან ხელშეკრულების გაფორმების. ჩვენთან შეთანხმების გარეშე კი ბანკი იაშას წილს ვერ გასცემდა. ნიკო შეხვდა ზურა ადეიშვილს. როგორც მითხრა, შეთანხმება უნდა შემდგარიყო. სხვა ვარიანტი აღარ იყო. ღამის 2 საათზე წამიყვანეს სახლიდან ჩემთან ოფისში. მოვიდა გიორგი ყავლაშვილი ეროვნული ბანკის მმართველის ქადაგიძის და ადეიშვილის სახელით და მითხრა, თუ ხელს არ მოაწერ და არ შეთანხმდებით, დაგიჭერენო. ფეროვანი და დიდი გასართობი ცენტრები, მათ შორის ოლიმპიური კადრებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იაშა ელიგულას ხედავთ. ისინი ბათუმში შოპინგ და ლაიფსტაილის ცენტრის მშენებლობას უყრიან საფუძველს. ობიექტს სავაჭრო ცენტრების მენეჯმენტის თურქული კომპანია თურქმოლი აშენებს. საქართველოში მშენებლობით ისინი თავდაპირველად სწორედ ბაკურ კიღურაძემ დააინტერესა. როცა 2009 წლის შემოდგომაზე ის შვილთან და იაშა ელიგულასთან ერთად თურქეთში ჩავიდა. ამ ბიზნეს მოლაპარაკებების შესახებ ნაციონალურ არხებზე მაშინ ბაკურ კიღურაძის ინტერვიუც გავიდა. ეს არიან კარგი სპეციალისტები ამ დარგის და ამ საქმის.
ჩვენი მცდელობა ისინი ჩავთოთ ჩვენ პროექტში, რომ ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის მომსახურეობა და სერვისი. წერილში, რომელიც კიღურაძემ ციხიდან გამოგზავნა, პატიმარი ყვება, რომ ამის შემდეგ მისმა პარტნიორმა იაშა ელიგულამ მოქმედება მარტომ დაიწყო და თურქული კომპანიის წარმომადგენელი პირადად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეახვედრა. ქვეყნის მთავარი არქიტექტორი სააკაშვილი ახალი მშენებლობით დაინტერესდა. იაშა ელიგულასთან მოლაპარაკების დაწყების შემდეგ თურქებმა ახალ პროექტში 20-ის ნაცვლად 50% წილი მოითხოვეს, რასაც კიღურაძე არ თანხმდებოდა. ჩვენი ახალი ქართული დოზი ყველაფერად კეთდება უმაღლეს ხარისხის და ყველა საუკეთესო მსოფლიოში. თურქმოლის ბათუმში ვიზიტის შემდეგ განხორციელდა პრეზიდენტის ვიზიტი სტამბოლში. თურქმოლთან ერთდღიანი არასამთავრობო იაშას მონაწილეობით. ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცით. ყველაფერი ისეა წარმოდგენილი, რომ იაშა არის ყველაფერი ცენტრში და ამას შემოჰყავს თურქმოლი საქართველოში. იქვე იმართება სადილის სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ რესტორანში. პრეზიდენტი კმაყოფილია და ყველა პირობას შეუქმნის თურქმოლ საქართველოში. იაშა გმირია და ასე შემდეგ. სამხედრო ექსპერტი, არალეგალური სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გლობალიზაციის ინსტიტუტის ხელმძღვანელი. 2010 წლის 13 ივლისს ბაკურ კიღურაძეს ჯაშუშობის ბრალდებით აკავებენ. ფილმი სახელწოდებით ენვერი რუსთავიორის ეთერში 5 თვის შემდეგ გადის. იქ ბაკურ კიღურაძე მოხსენიებულია არა როგორც ბიზნესმენი, არამედ როგორც არალეგალური სამეცნიერო ცენტრის დირექტორი. სინამდვილეში სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ბაკურ კიღურაძის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, სკანდალური ოპერაცია ენვერი ნახსენების საერთოდ არაა. კიღურაძე თაბუკაშვილის 27 ნომერში ნიბა ინვესტის ოფისში დააკავეს. რატომ მაინდა მეც ეს მუხლი? იმიტომ რომ ზუსტად ეს მუხლი არის, რომელსაც ეს არასდროს არ აღიარებს და თუ მუხს არ მოხსნიან, ის არ გამოვა იქიდან და კარგად დიდი ხნით იქნება მოშორებული. კიღურაძის საქმეში ორად ორი ნივთმტკიცება დევს. მაგტიკომის სიმბარათი და HP-ს ფირმის ნოუთბუქი, სადაც აღმოჩენილი იყო საიდუმლო დოკუმენტები. ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში მობილიზაციის გეგმები, საბრძოლო და რაოდენობრივი ზრდის გრაფიკები და სხვა საიდუმლო მასალები. პატიმარი კიღურაძე ამბობს, რომ მოსამართლემ ბრმად მიიღო ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება და კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნების ცნობები აღნიშნულ საქმეზე. სასამართლომ უარი განაცხადა კონტრდაზვერვის იმ თანამშრომლის დაკითხვაზე, რომელმაც სასამართლოს აცნობა ბაკურ კიღურაძის პირად კომპიუტერში გრიფით საიდუმლო დოკუმენტების არსებობის შესახებ. ვინ და როდის ესწრებოდა კონტრდაზვერვის თანამშრომლების მიერ ლეპტოპების დათვალიერებას? შედგა თუ არა ლეპტოპზე ლუქის მოხსნის და თავიდან დალუქვის აქტი? კონტრდაზვერვის თანამშრომლის ცნობაში აღნიშნულია, რომ წარმოაჩინა სკანირებული ფაილი. სასამართლოს ხდომაზე კი ბრალდების მხარემ წარმოადგინა ნორდის ფაილი. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ეს ხომ ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის. მაგტიკომის სიმბარათის ნომერი 99920536 დღეს მოქმედი არ არის. ის მოქალაქე ომარ მუსხელიშვილზეა რეგისტრირებული. თუმცა გამოძიება ამტკიცებს, თითქოს სწორედ ამ სიმბარათით ჰქონდა კონტაქტი ბაკურ კიღურაძეს რუსეთის სადაზვერვო სამმართველოსთან. Აცო მაგ ნომერის გულისთვის მე სასამართლოში დამიბარე. ხო მივედი ჩვენება რომ ოდესღაც მქონდა, მე მქონდა თუ ჩემი ისიც არ მახსოვს, ვიჭი გარდაცვლილია ჩემი. 4 წელი უკვე გარდაცვლილი და კიდე 4-5 წლის წინადელი ამბავია, რა ვიცი. კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება ვინმე გიორგი ფხაკაძესთან დაკავშირებით, რომელსაც გამოძიების მტკიცებით ეს ნომერი ეკუთვნოდა. გიორგი ფხაკაძის პირადი ნომერი, რომელიც ბაკურ კიღურაძის ბრალმდებლებმა სასამართლოს წარუდგინეს, დაცვის მხარემ სამოქალაქო რეესტრის ეროვნულ სამსახურში გადაამოწმა. მიღებულმა პასუხმა დაცვის მხარე დააბნია. ამ პირადი ნომრით სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის გაცემა არ ფიქსირდება. ანუ ადამიანი, ვის სახელზეც რეგისტრირებული ბარათიდან ბაკურ კიღურაძე თითქოს რუსულ მხარეს უკავშირდებოდა, ბუნებაში არ არსებობს. სასამართლოზე ერთადერთი ნივთმტკიცება იყოს ტელეფონის ჩიპი, რომელიც მისამართზეც რაღაცა მეოთხე კორპუსში მეოთხე სართულზე ცხოვრობს ადამიანი, რომელიც არ არსებობს და ის მისამართიც არ არსებობს და ის კორპუსიც არ არსებობს. გარდა ამისა, ჩხრეკის დროს იყო გადაღებული ყველაფერი კამერით და ჩანს გადაღებაში კამერაში, როგორ დებენ ჩიპს მის საფულეში. სამწუხაროდ კიდევ მეორე დიდი სიამოვნებით გეტყვით ისეთ დეტალებზე, რომლებიც გაგაოცებდათ, მაგრამ ვერ ვამბობ, იმიტომ რომ არ მაქვს უფლება. ეს გლობალიზაციის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 2006 წელს გამოცემული ბროშურაა კავკასიის გეოსტრატა.
სტატიის ავტორები კიღურაძესთან ერთად პროფესორი ვახტანგ მაისაია და ექსპერტი ბესიკ ობოლაძე არიან. ბრალდების მხარემ კიღურაძე ამ გამოცემის ზოგიერთი სტატიის რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ალექსანდრე დუგინისთვის მიწოდებაში და თანამშრომლობაში დასდო ბრალი. სამეცნიერო ნაშრომის ავტორია პროფესორი ვახტანგ მაისაია და ეს ნაშრომი პირველად 2003 წელს გამოქვეყნდა გაზეთ Georgian Times-ში. თუ თქვათ ნაშრომის გარშემო რაღაცა ესე თქვათ შეკითხვებია, რაღაცა შეკითხვები აქვს ან პროკურატურას, ან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან სპეცსამსახურებს, შეუძლიათ დაიბარონ მაისაია პროცესზე, ბაკურაძის პროცესზე და ის დაიკითხოს ოფიციალურად და გაეცეს ამას პასუხი, რომ ეს არავითარი, ესე თქვათ, რაღაც ეს საიდუმლოების შემცველი ის არ იყო ნაშრომი. დაიბარეს? არ დაიბარეს, მე როგორც ვიცი, ადვოკატისგან რომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მაისაიას დაკითხვაზე მოსამართლე. ბაკურ კიღურაძე ციხიდან მოწერილ წერილში წერს, რომ მისი ყოფილი თანამშრომლის ბესო ობოლაძის წინააღმდეგობრივი ჩვენებებიდან სასამართლომ მხოლოდ იმას დაეყრდნო, სადაც ობოლაძის მტკიცებით ბაკურ კიღურაძე 2002-2004 წლებში რეგულარულად დადიოდა მოსკოვში და იქიდან ჩამოსული აქტიურად ხარჯავდა ფულს. გაჩნდა შავი ბუღალტერია. საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბესო ობოლაძე უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკია. ასეთი ჩვენების მიცემას ის კატეგორიულად უარყოფს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩემი ჩვენება არ შეიცავს არანაირ სამართლებრივ საფუძველს იმისათვის, რომ ვინმეს ბრალი წაეყენოს. ამას ვაცხადებ კატეგორიულად. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ წიგნის შინაარსზე, გამოქვეყნებულ ყოველ გვერდზე ვაგებ პასუხს. ბაკურ კიღურაძე კიდევ ერთ საინტერესო დეტალს ყვება. მისი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება უტა გარდაბანში მიწებს ფლობდა, სადაც ბაქო თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენმა გაიარა. ამისთვის ის ბრიტიშ პეტროლიუმისგან კომპენსაციას ითხოვდა. ბიპისთვის მქონდა 6 სასამართლო პროცესი მოგებული და ბოლო პროცესი მიმდინარეობდა, სადაც უნდა დადგენილიყო ბიპის მიერ გადასახდელი თანხის კომპენსაციის ოდენობა. კომპენსაცია შეადგენდა 29 მილიონ ლარს. რომ შეატყვეს, რომ ამ პროცესაც ვიგებდით, სააკაშვილის დავალებით დამიბარეს საფინანსო პოლიციის უფროსთან ქარცელაძესთან. უშუალოდ ქარცელაძემ მომთხოვა, რომ უარი მეთქვა კომპენსაციაზე და სასამართლო პროცესის გაგრძელებაზე. ისიც მითხრა, რომ ეს არის პრეზიდენტის დავალება. მე ვუთხარი, რომ ეს არის სერიოზული საკითხი და მოვიფიქრებდი. მითხრეს, რომ უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში შემექმნებოდა პრობლემები კონკრეტულად დაგიჭერთო. 3-4 დღის მერე მივედი ფინანსურ პოლიციაში, სადაც თვითონვე აკრიფეს მათთვის სასურველი ტექსტი და მოგვაწერიეს ხელი მეც და ჩემ ადვოკატსაც თამაზ ზინაიშვილსაც. მე სიმართლე გითხრა, ხა ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ეს ჯაშუშია. ვერაფრით ვერ დავიჯერებ. თუმცა ეს საკითხი რაღაც ეხება ისეთ პერიოდს, რომელზეც მე დიდად საქმის კურსში არა ვარ. უბრალოდ ეს რამბავი რომ მოხდა, მე უფრო გავიგე, რომ იყო რაღაც ინსტიტუტი. ბაკურ კიღურაძეს უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩევრის განხილვაზე უარი უთხრა. საქალაქო სასამართლოს განაჩენით კი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს ნოუთბუქი და მაგთიკომის სიმბარათი. არის თუ არა ჯაშუშის იარლიყი ხელისუფლების მიერ ბიზნესის წართმევის აპრობირებული მეთოდი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნივთმტკიცებების განადგურების შემდეგ უკვე შეუძლებელია. 2010 წლის იანვარში იაშა მიშა სააკაშვილი ჩაიყვანა თურქეთში თურქმულთან და გააცნო თურქმული უჩვენოდ, სადაც მიშა დაპატიჟეს იქვე რესტორანში სადილზე. იქ ბუნებრივია მიშამ დასვა საკითხი, რა გიშლით ხელს რომ საქართველოში შემოხვიდეთო. ამ შემთხვევაში იაშას შეიძლება ნება დაესახელებინა. ჩემს წინააღმდეგ ეძებდნენ რაღაც გზებს. ეტყობა მიშამ ვანოს დააბარა ჩემს წინააღმდეგ რაღაცეების გამოქეკვა. ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ დელის მიდის მშენებლობა, მიდიოდა მშენებლობა და საკმაოდ დიდი ინვესტიციები შემოდია და ეს ბიზნესი, ეს მშენებლობა შეჩერებულია. ცოტა არასწორად არის ინტერპრეტირებული თვითონ აი ამ პროექტის თემა, რომ ეს რაღაც ნება ინვესტი არის მთავარი. ნება ინვესტის მთელი, ესე იგი აი ამ მთლიან პროექტში წინა მხარე 5.9% გამოდის და კიდევ უკანა მხრიდან დაემატება გარკვეული რაოდენობა, სულ დაახლოებით 20% იქნება. რა გახდა სინამდვილეში ბიზნესმენ ბაკურ კიღურაძის დაპატიმრების მიზეზი? 2010 წლის მონაცემებით შპს დელისში წილების შემდეგნაირად იყო გადანაწილებული. ნება ინვესტი 36%, შპს ფორუმ თბილისი, რომელიც იაშა ელიგულას საკუთრებაა, 36%, 11% საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება. მცირე წილები აქვს რამდენიმე ფიზიკურ პირს.
ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში ფორუმ დელისის მშენებლობას მთავრობა მწვანე შუქს აუნთებს. ახალი გადანაწილებით თურქმული აქციათა 50%-ს მიიღებს. წილებს ჯერჯერობით ინარჩუნებენ იაშა ელიგულა, ნიკოლე კიშვილი, ბაკურ კიღურაძეც და რამდენიმე მეწილე. თუმცა დელისი ფორუმის მრავალმილიონიანი ინვესტიციიდან კიღურაძეების ოჯახი უკვე მთლიანად გარიყულია. ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი 9 წლიან სასჯელს იხდის და აღარავინ მიიჩნევს საჭიროდ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ბიზნესმენის მხარე საქმის კურსში ჩააყენოს. მაშინ როცა ხელისუფლება მისთვის არასასურველ ბიზნესმენებს თავიდან იშორებს, სხვები მდიდრდებიან. ამჯერად მიხეილ სააკაშვილის დედაზე გიამბობთ. პროფესორმა გიული ალასანიამ შვილის გაპრეზიდენტების შემდეგ ათეულობით მილიონი დოლარის ქონება დააგროვა. მისი კუთვნილი საქართველოს უნივერსიტეტი ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა ნაგებობებს მიზერულ ფასად და კონკურენციის გარეშე ეპატრონებოდა. ნათი ათოიძე მოგიყვებათ, როგორ დააშინეს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი რამაზ ხუროძე და როგორ აცხადებდა ეკონომიკის სამინისტრო აუქციონებს მოქალაქე გიული ალასანიას მოთხოვნით. მომავალი პრეზიდენტი 21 წლის ასაკში შეეძინა, როცა უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიის განყოფილებაზე სწავლობდა. უნივერსიტეტის შემდეგ 1969 წლიდან 40 წელი ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში იმუშავა. საბჭოთა მეცნიერის ტიპიური კარიერა ჰქონდა. 6 წელი უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი იყო, 14 წელი უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 17 წელი კი იმავე ინსტიტუტში საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგედ იმუშავა. დაიცვა ჯერ საკანდიდატო, შემდეგ სადოქტორო დისერტაცია. 1990 წელს კი პროფესორი გახდა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, როგორც მთელი ქვეყნის გიული ალასანიას ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. 2004 წლის 5 იანვარს რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორ ალასანიას შვილი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა და ახალი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიზნად კორუფციის დამარცხება დაასახელა. რამდენიმე თვეში კი პროფესორი გიული ალასანია საუნივერსიტეტო ბიზნესში ჩაერთო. პირველის დედამ პირველი სერიოზული ნაბიჯი ბიზნესში 2004 წლის 21 ივლისს გადადგა. ამ დღეს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და პროფესორებმა გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა დააფუძნეს. მალევე სკოლა უნივერსიტეტად გადაკეთდა და საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი ეწოდა. ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარედ 2005 წლის 24 მარტს გიული ალასანია აირჩიეს. რექტორი კი მანანა სანაძე გახდა. სააკაშვილის დედა არის სტანდარტი კორუფციის სახელმძღვანელოებისთვის. ძალიან სერიოზული კვლევისთვის, ჟურნალისტური გამოძიებისთვის შემთხვევა ის, რაც მოხდა გპ-ში. როდესაც სააკაშვილის დედისთვის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ტერიტორია აღმოჩნდა პრაქტიკულად უფასო, იმდენად დაბალი არის თანხა გადახდილი 1 კვადრატულ მეტრზე. პოსტრევოლუციური პერიოდის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში რევოლუციური ცვლილებებით აღინიშნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში როინ მეტრეველის 13 წლიან მმართველობას წერტილი დაესვა. მის ნაცვლად გიული ალასანიას ახლო მეგობარი, რუსუდან ლორდ კიფანიძე ინიშნება. რევოლუციურმა სიომ თითქმის ყველა უნივერსიტეტში დაბერა. გამონაკლისი მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტი აღმოჩნდა. რექტორ რამაზ ხუროძის 12 წლიანი მმართველობა მხოლოდ 2006 წლის ბოლოს შეწყდა. გპ-ის ფული არ ქონდა, ამიტომ გპ-ი ფართით შევიდა და ამათ ესენი ფულით შევიდნენ და მოკლედ ეს რაღაცა ახალი სტრუქტურა შექმნეს. მერე უცებ პრეზიდენტს შეაქვს ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ ბრძანებულებაში და ეკრძალებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს წილის ქონა კერძო უნივერსიტეტებში. მეორე დღესვე, რა თქმა უნდა, ხუროძე წერს ადგენს შესაბამის ბრძანებას, როგორც რექტორი და გადის წილიდან. ანუ მთელი სქემაც ეს არის რა. ეს რაღაცა შეიქმნა უნივერსიტეტის გპ-ის შენობის დიდი ნაწილი გახდა მისი. იმიტომ რომ გპ-ი იყო თანადამფუძნებელი. ანუ ერთი იყვნენ.
გპი გავიდა, მაგრამ ეს დარჩა. და მე დაიწყო უკვე დანარჩენი ფართის ათვისება. სამეწარმეო რეესტრიდან ირკვევა, რომ 2005 წლის ბოლოს რამაზ ხუროძემ და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საკუთარი წილი საქართველოს უნივერსიტეტში სულ რაღაც 200 ლარად დათმო. სწორედ ამ პერიოდიდან ტექნიკური უნივერსიტეტის უძრავი ქონება, რომლითაც ალასანია სანაძის დუეტი მანამდე იჯარით სარგებლობდა, ნელ-ნელა მათ მფლობელობაში გადადის. საქართველოს უნივერსიტეტს, ანუ მაშინდელ საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს, ეკონომიკის სამინისტრომ თავდაპირველად აუქციონის წესით კოსტავას 77-ში მდებარე 6370 კვადრატული მეტრი შენობა ნაგებობა და 2195 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მიყიდა. საწყისი ფასი $1,200,000 იყო. აუქციონში მხოლოდ გიული ალასანიამ მიიღო მონაწილეობა და ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ჩამორთმეული ქონება $1,220,000 შეიძინა. კონსტანტინე თოფურია დღეს საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერია. აუქციონის მოგების დროს კი საქართველოს უნივერსიტეტის ბუღალტერი იყო. რომ ჩვენ არავინ არ შემოგვტომოდა ამ ტენდერში და სხვა ვიღაცა ჯერჯერობით ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ რომ სხვები არ შემოსულიყვნენ, ამიტომ იქნა ეს გამოტანილი იმით რომ პროფილის შენარჩუნება. პროფილის შენარჩუნებას აღარავინ აღარ შემოახა, ვის აქვს აქ რომ უნივერსიტეტი აკეთოს. ასევე მოხდა რა თქმა უნდა სუიქითა კორპუსიც, რა თქმა უნდა ხა თვითონ გპი-დან არავინ არ მივარდებოდა ეკონომიკის სამინისტროს, მუხლებში არ ჩავარდებოდა, გიათვარ ჩვენი კორპუსები გაიტანეთ გასაყიდად, მაგრამ მაგას ჩვენ მიმართეთ და ვინაიდან ეს იყო სულ სამივე ეს კორპუსი და იქითა კორპუსის და ეს მოედანის იყო ის ქონება, რომელსაც გპი არ იყენებდა უკვე დიდი ხანი აღარ იყენებდა და უკვე გაცემულიც ჰქონდა 50 წლიანი იჯარაღლანგობით. ესენი სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ ჩვენთვის მოეყიდა. ამის შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტის მადა კიდევ უფრო გაიზარდა. კოსტავას 77 ნომერში არსებული სპორტული მოედნები და მიწის ნაკვეთი სულ 9273 კვადრატული მეტრი უნივერსიტეტმა 2007 წელს იყიდა. აუქციონში ალასანიას უნივერსიტეტი ისევ კონკურენტო იყო და ქონება $305,000 შეიძინა. იცით მოედნებზე როგორ იყო ეს კორუმპირებული ეს თქვათ ადამიანები გპი-დან იმათმა გადაწყვეტეს გაეყიდათ ის რაც ჰქონდათ 50 წლიანი იჯარა. მაგრამ როცა იჯარის გაკეთება დავიწყეთ ეკონომიკის სამინისტროში შევიდა ეს საბუთების ჩვენ უკვე იჯარი უნდა გაკეთება, უცებ იქიდან გვითხრას რომ რას ლაპარაკობთ, სასაკეთეთ იჯარას უკანონოდ გქონიათ ყველაფერიო. და რა თქმა უნდა ის მერე გაბათილდა. და როცა გაბათილდა, მერე მაშინ უკვე უთხარით რომ იქნება გამოიტანა ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე. გიული ალასანია მოახერხა ისიც, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი შენობა ნაგებობებისთვის ახალი მისამართი მიენიჭებინათ. ვაკე საბურთალოს გამგეობას განსხვავებული მისამართის მინიჭება მოსთხოვა, რაც გამგეობამ დაუყოვნებლივ დაუკმაყოფილა. ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი კორპუსის მისამართი დღეს კოსტავას 77-ის ნაცვლად კოსტავას 77 არის. რატომ გახდა იძულებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი რამაზ ხუროძე გიული ალასანიასთვის ამხელა ქონება გადაეცა? ამაზე პასუხს საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერი კონსტანტინე თოფურია სცემს. იმ დროს რამაზ ხუროძე ძალიან წინააღმდეგი იყო, მაგალითად ბევრი იმებს გვიდებდა კვანტებს და რაღაცებს, მაგრამ მოხერხდა მაშინ საბოლოოში იძულებული იყო, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები ხა თვითონაც იცით რომ ხა ისეთი რაღაცები ქონდა რამაზ გაკეთებული, მაგრამ ეს ხმალამში იმედა ვერ დაიწყებდა ბრძოლას. უძრავი ქონების ექსპერტები აცხადებენ, რომ დღეს კოსტავას გამზირზე ამ ფართობის მიწის კვადრატული მეტრის და შენობა ნაგებობების მინიმალური გასაყიდი ფასი $300-ია. ომამდე და მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე 2007 წელს გასაყიდი ფასი მინიმუმ 3 ანუ დაახლოებით $900 იქნებოდა. ხარ მესამედ ფასები არა მარტო მიწებზე საერთოდ უძრავ ქონებას. ფასი რასაკვირველია, ყველაფრის იყო თითქმის 3. თითქმის 3. უხეში დაანგარიშებით ნათელი ხდება, რომ მოქალაქე გიული ალასანიამ საქართველოს უნივერსიტეტისთვის მატერიალური ბაზის შესაქმნელად სახელმწიფოს აქტიური დახმარებით $4,430,000 დაძოგა. მაშინ ეკონომიკის მინისტრი პრეზიდენტ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი გიორგი არველაძე იყო. 1 ჰექტარი იყო 1000 კვადრატული თითქმის. ანუ ეს ფეხბურთის სტადიონი, მაგას მე რო სტუდენტები ვარ, აქ ფეხბურთს თამაშობდით ხოლმე. გვერდზე იყო კორტები, აი ისიც რაღაცები, მაგრამ მოხდა ისე რომ წავიდა. არჩილ მოწონელიძე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2006 წლის 1 დეკემბერს დაინიშნა.
2007 წლის აპრილში ხმაურიანი არჩევნების შემდეგ კი მოწონელიძე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს. მოწონელიძემ საქმიანობა ხუროძის დროს გასხვისებული ქონების მოთხოვნით დაიწყო. მათ შორის იყო სტადიონის და ჩოგბურთის კორტები. თუმცა გიული ალასანიასთვის მიყიდული ქონების დაბრუნება საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ვეღარ შეძლო. იყო მხარდაჭერა საბჭოზე იყო ყველა ერთად ვიყავით დარაზმული მის დასაყვანად, მაგრამ გვიან აღმოჩნდა ხოლმე იურიდიულად მეტი მე არ ვიცი, ახლა მათ შეხედული არა ვარ იურიდიულ საკითხებში, მაგრამ იურიდიულად აღმოჩნდა შეუძლებელი. ამას მიხვდა საბჭოს და ამას მიხვდა რექტორიც მაშინდელი და ამიტომ დარჩა ისე როგორც არის. პრეზიდენტის დედის უნივერსიტეტის ინტერნეტ გვერდზე მითითებულია, რომ უმაღლესი სასწავლებლის დაფინანსების წყარო სტუდენტების გადასახადები, სახელმწიფო პროექტები და ფონდის შემოწირულობებია. მონაცემების დაზუსტება შეუძლებელია, მაგრამ სახელმწიფო უწყებების იმ ჩამონათვალს თუ გადავხედავთ, ვისთანაც საქართველოს უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, გასაგები გახდება, რამდენად ფართოდ არის ღია პრეზიდენტის დედისთვის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის კარი. 2005 წელს საქართველოს უნივერსიტეტს მემორანდუმი მთავრობის კანცელარიის მაშინდელ უფროსთან, პეტრე მამრაძესთან, 2007 წელს კი ცხეთამთიანეთის მაშინდელ გუბერნატორთან, ვასილ მაღლაფერიძესთან აქვს გაფორმებული. სანაცვლოდ საქართველოს უნივერსიტეტი, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტებიდან სოლიდურ თანხებს იღებდა. ეს იყო მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან თანამშრომლებისთვის იყო ეს გაწეული მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის და საკრებულოს წევრებისთვის თუ არ ვწდები. მაშინ თვითმმართველობის არჩევნები იყო ახალი ჩატარებული. მათი დედები, მამები, ბიძები და ასე შემდეგ ხდებიან წარმატებული ბიზნესმენები. და ეს ის მთელმა ქვეყანამ, ხო? ვიღაცას საუკეთესო შეკვეთები აქვს დაღებული მშენებლობაში და მილიონერია, ხო? ვიღაცას კიდე სხვა რამ და ასე შემდეგ. ვიღაცა მთელი ყავის ბიზნესს აკონტროლებს და ასე შემდეგ. და სულ უკავშირდება იმას, რომ შვილი არის მინისტრი, სულიად ახალგაზრდა თქვა 30 წლის შვილი. და ასე შემდეგ. აქ უკვე ყველაფერი ცხადია. გიული ალასანია საქართველოს უნივერსიტეტში 37.5% ფლობს. ამდენივეს მისი მეგობარი და რექტორი მანენა სანაძე. 12.5%-ს გიული ალასანიას ძმისშვილი ნიკა ალასანია და ამერიკის მოქალაქე ედვარდ რაუპი ფლობენ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანალიტიკოსი ამბობს, რომ არსებული ინფორმაცია სავსებით საკმარისია, რომ გამოძიება დაიწყოს. I think it is useful to look at this in a way, is there a conflict of interest? ბევრ საჯარო მოხელეს, მაგალითად პარლამენტარებს და მათი ოჯახის წევრებს გააჩნიათ დიდი კომპანიები. პირველი კითხვა, რაც უნდა გაგვიჩნდეს, არის ის, რომ ხომ არ ახდენს გავლენას საჯარო მოხელის გადაწყვეტილება იმ კომპანიის ბედზე, რომელიც აქვს თავად მას ან მისი ოჯახის წევრს. როდესაც თანამდებობის პირს ან მისი ოჯახის წევრს გადაეცემა რაღაც ღირებული საჩუქარი სახელმწიფოს მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს უკვე ინტერესთა კონფლიქტია. მაგალითად, თუ ის ხშირად იგებს გამოცხადებულ ტენდერებს, ჩნდება ეჭვი, რომ მას აქვს კულუარული ინფორმაცია ტენდერის შესახებ, რაც წესით დახურული ინფორმაცია. ასეთი თემები ეჭვებს იწვევს და ვფიქრობ, რომ ეს გამოძიების საკითხი უნდა გახდეს. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ქალბატონი გიული ალასანია, საქართველოს უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და დაფუძნებელი. ძალიან დიდი მადლობა რეალ ტივის სახელით. 65 წლის გიული ალასანია დღეს უკვე პრეზიდენტის მილიონერი დედაა. სახელისუფლებო არხები ქალბატონ ალასანიას ბიზნესვუმენად წარმოგვიდგენენ, რომელმაც საუნივერსიტეტო ბიზნესში უზარმაზარ წარმატებას საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია. პარალელურად იგივე არხებით მისი შვილი პრეზიდენტი სააკაშვილი გვიმტკიცებს, რომ კორუფცია საქართველოში სამუდამოდ დაამარცხა. პირველი, ჩვენ ვემსახურებთ ჩვენ ხალხს და არა საკუთარ ოჯახს და საკუთარ ამბიციებს. მეორე, ჩვენ ვართ კორუმპირებულები, არაფერი ხელზე არ გვეკრობა. არაფერი ხელზე კორუფციის თვალსაზრისით არ გვეკრობა, ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც კორუფცია არ ეკრობა და ამიტომ მე ძალიან ვამაყობ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა თელავის ბაზარში ალვანური ყველის ყიდვისას თქვა, რომ ალვანის საძოვრების პრობლემა 2 წლის წინ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილთან ერთად მოაგვარა. სინამდვილეში სახელმწიფომ ალვანელებს 10 ჰექტარის საძოვარი ზუსტად 1 თვის წინ ჩამოართვა და გადახნა. თუშების პროტესტი უშედეგო გამოდგა. ალვანში ჩასულებს პოლიციური ტერორი და დაშინებული ხალხი დაგხვდა. ახალი რევოლუციური ექსპერიმენტის სოფლის მეურნეობაში ფრანგული კაკლების საძოვრების ნაცვლად. ნახეთ თამარ კენკიშვილის რეპორტაჟი ზემო ალვანიდან.
3-წლოვან შულსა და მეუღლეს მწყემსობით არჩენს. მეორე წელია სოფელ ზემოალვანის საქონელი მასაბარია. საქმე შრომატევადი და დამღლელია. საქონელი ბევრია. 46 წლის ალვანელი მწყემსი სოსოცის კარიშვილი დილიდან დაღამებამდე მინდორშია. თვეში მადლევენ 15 ლარს, მაგრამ 15 რა აფერი არ არის სულზე. გლეხი ხალხი აი თითოეულ სულს უყურებს და ესენც რო სულ გადახნან და სულ ისახნან, აი საქონელი კარგი მოისმოს სოფელში. არც ყველი იქნება. აღარც ხარი იქნება. და აღარც ხორცი იქნება. თავად ორი ძროხა ყავს. ცისკარიშვილების 5-სულიანი ოჯახის მარჩენალი სწორედ ეს ძროხებია. ცხოვრობენ ისე როგორც ალვანელთა უმრავლესობა. მეცხვარეობა და მესაქონლეობა, ნატურალური რძით, კარაქით, ყველითა და ხორცით ვაჭრობა აქ თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა. ორი დღის უკან თელავის ბაზარში ალბანურ ყველში პრეზიდენტმა 60 ლარი გადაიხადა. შემდეგ კი სააკაშვილმა გაიხსენა, როგორ გადაარჩინა ალბანის საძოვრები 2008 წელს. ეს რომელიც სოფელი ნახარ ჩემოსო. ალბანი. ალბანში ძალიან მაგარია. საძოვრების საკითხი იყო ალბანში და ეხლა როგორაა? ეხლა კარგად არის. მაგალითად 2008-ში მახსოვს წელი მომწერეს ალბანელებმა საძოვრებს. აქვს საძოვრები სოფელს? მაშინ პეტრე იყო თქვენი დეპუტატი სისკარიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრი და მახსოვს ტელეგზა ურეკავდი ჩქარა ალბანის საძოვრები რაღაც შეხვედრა გქონდა თელავში. სინამდვილეში სახელმწიფომ ალბანელებს მამაპაპისეული საძოვრები ერთი თვის წინ ჩამოართვა. თავიდან 10 ჰექტარი ტერიტორია კახეთის სახელმწიფო ქონების მართვის სამხარეო სამმართველომ სოფლისგან ფარულად საკუთარ ბალანსზე დაირეგისტრირა. მოგვიანებით კი ეს ტერიტორია საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციას გადასცა. ალბანელები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ სოფელი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე რჩებოდა, როცა 13 ოქტომბერს დილით სოფლის საძოვრები გადახნული დახვდათ. ამბის გასაგებად მისულმა თუშებმა პირველად აქ გაიგეს სოფლის მეურნეობაში ახალი რევოლუციური ექსპერიმენტის შესახებ. სამინისტრომ ამ ტერიტორიაზე ხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფრანგული კაკლის სანერგე მეურნეობის გაშენება გადაწყვიტა. სახელმწიფო თვის სოფლის მეურნეობები რო იყო ადრე სახელმწიფო მეურნეობა ხო იყო კომუნისტების დროს ეგეთი ტიპის საბჭოთა მეურნეობა ხო ეგეთი ტიპის უნდა აღადგინო საბჭოთა არა ქმნის კორპორაციას და ვისი ნებართვით კაკლის ბაღების გაშენებას ფრანგული კაკალია რომელიც 3 წელიწადში იძლევა ნაყოფს საბოლოოდ სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებს ალბანელთა მასიური პროტესტის გამო საძოვრების გადახნის შეჩერება მოუხდათ. 13 ოქტომბერს სახელმწიფოს წარმომადგენლები სოფლიდან უბრალოდ გაყარეს. ჩაატარეს ოპერაციები და მიაქვთ უკან ტექნიკა ალბათ. თვალიდან რომ უარიდო რა. თუშებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ხმაურიანი შეხლა შემოხლიდან მეორე დღეს ზემოალვან სოფლის მეურნეობის აწ უკვე ყოფილი მინისტრი ბაკურ კვეზერელი უნდა წვეოდა. რეგიონალურმა ხელისუფლებამ სიტუაციის განეიტრალება სოფლის მოსახლეობის დატერორებით სცადა. ისინი, ვინც ფრანგული კაკლის გაშენების წინააღმდეგ მიმართულ აქციებში აქტიურობდნენ, პოლიციაში დაიბარეს. ნაწილს სახლში მიაკითხეს, დაჭერით და სამსახურიდან გაგდებით დაემუქრნენ. ყველამ თქვა, ხალხი წაიყვანეს პოლიციაში და გააფრთხილეს, დააშინეს. კაცებიც, ქალებიც ზოგს სამსახურებით აშინებდნენ, ზოგს რაღაცით აშინებდნენ, ახათრებდნენ. მოკლედ ბევრები დააშინეს. 15 ოქტომბერს ალბანში ჩასულ ბაკურ კვეზერელს სოფელში ვითარება უკვე მშვიდი დახვდა. ნაძალადევი მშვიდობის გარანტი სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციელები იყვნენ. მინისტრთან შეხვედრის მონაწილეები იხსენებენ, რომ მოსახლეობას უკმაყოფილების გამოთქმის საშუალებას ძალოვანები არ აძლევდნენ. ყოველ ადამიანს მილიცია ედგა გვერდით. გადაცმულები სამოქალაქო ტანსაცმელში იმის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ, რომ წესიურად გადავსულიყავით და გველაპარაკა გზას გვიღობავდნენ, ესე იგი და ლაპარაკში გვერთვებოდნენ, გვეჩხუბებოდნენ იქ.
მოკლედ ძალიან დიდ ძალადობას ჰქონდა ადგილი. თანამშრომლები გამოგზავნეს, დამიბარეს და მითხრეს, რომ თუ გავიმეორებდით იმ აქციას, წინადღის აქციას, ჩვენ ვაგებდით პასუხსისხლის სამართლის წესით. და ამ ვითარებაში ხალხთან გასაუბრება ჩაატარა კვეზერებმა, ნიმუშები მოიტანა. კაკლისა განაცხადა, რომ ეს იყო ჩვენთვის უკეთესი, ეს იყო ეკონომიკის ამოწევის საშუალება. სოფლის გამგებელი საძოვრების მოხნის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტს დღეს ვერ იხსენებს. დავით ქააძე ამბობს, რომ კაკლის ნარგავების გაშენება ალვანელებს მხოლოდ სასიკეთოდ წაადგებათ. პოლიციის მიერ მოსახლეობის დაშინების ფაქტს კი კატეგორიულად უარყოფს. იმდენი ფართობი არ არის მოხდილი, რომ სოფელს საძოვარი დააკლდეს და რაღაც საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნას, პირიქით. ჩვენი სოფლისთვის უკეთესიც იყო იმ ტერიტორიის მოხსნა და აი კაკლის ენერგიის გამოყვანა. უნდა გასუფთავდეს სოფლის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც დაგავსაყრად არის სოფლისგან გამოყენებული და საძოვარი ფართობი დაემატება. ალბანში ძალოვანების მიერ განხორციელებული რეიდების შემდეგ მოსახლეობა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს უკვე ვეღარ ბედავს. საუბარს გაურბის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ზაზა ლაგაზიძეც. ამბობს, რომ ზედმეტი პრობლემები აღარ სჭირდება. აი მითხარი რა აზრი აქვს? შენ წახვალ ახლა აქედან. ძოლი გამომიგდეს სამსახურიდან. აი ამ წეხს დამიკეტავენ რა. ვიტირებენ დედის სულს. ვისაც შენ ინტერვიუში ჩამოვარდებ, იმ საღამოს უტირებენ დედას. სოფელი ისეა დაქცინებული, რომ მე რო ხმა ამოვიღო, არავინ არ გამოვყო. აი ახლა ცალკე რო დადგეს, ყველა ჯვარეზე, ყველა იქ იყო, ხო ამოვიღო. წინააღმდეგი ვარ, ყველა იყვის, მაგრამ საქმე რომ არც ერთი არ გამოვა. დავრჩები მარტო. მამალი ძროხების ჰიბრიდული სიმინდისა და ლურჯი მოცვის შემდეგ ალბანში ფრანგული კაკლების გაშენება სოფლის მეურნეობის კორპორაციის კიდევ ერთი ექსპერიმენტული პროექტია. ეს ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შარშან მარტში დააფუძნა. ჩვენს კითხვაზე მაინც და მაინც ალბანი რატომ შეირჩა კაკლების გასაშენებლად, კორპორაციის 26 წლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯახუტაშვილმა ასეთი პასუხი გაგვცა. არა, ეხა მაგკუთხით არ ყოფილა ეს შერჩეული რატომ მაინც ალბანი უბრალოდ კარგი პრეცედენტი არის თვითონ ნიადაგით იძლევა იმ საშუალებას როგორც კაკალს აქვს თავის თვისებები ეხა ძლიერი ფესვი აქვს და შეუძლია ღორღიან ნიადაგში თქვა გაიდგას ფესვები და საკმაოდ კარგად განვითარდეს რა ფაქტია რომ საზღვარი მონიშნულია სახელმწიფო ტერიტორია და მე მგონი სახელმწიფოს აქვს იმის უფლება რომ გადაწყვეტილება თავად მიიღოს. არავითარი აუცილებლობა იმის არ იყო რომ მოსახლეობა გაგვეღიზიანებინა ეხლა და ის 10 ჰექტარი საძოვარი წაგვერთმია. თუ მათ საენერგოს მოწყობა უნდა და სხვაგანაც შეეძლოთ ეპოვათ ასეთი ადგილი. უძველესი საარქივო დოკუმენტის მიხედვით თუშებს ეს მიწები ჯერ კიდევ ქართლ-კახეთის მეფეებმა თეიმურაზ მეორემ და ერეკლე მეორემ დაუმტკიცეს. თუშებს აქ დასახლება ეკრძალებოდა და მიწების მხოლოდ საძოვრებად გამოყენება შეეძლოთ. რათა ცხოვარნი მათნი უვნოდ მძოვარ იყვნენ. წერია 1757 წლის 7 თებერვალს გაცემულ სამეფო გუჯარში. სოფელს უნდა ეკითხება. თავრობა რასაც იტყვის ის უნდა გაკეთდეს, ეგ არის. წახვედი გადამიტოვე მოურჩენელი ტკივილი ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. სტუდია GNS-ი ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებად ნახვამდის.